პირველი ტარო უეიდ სმითის დასტის საიდუმლო ისტორია. როდესაც საქმე ეხება კლასიკურ ტაროს, უმეტესობა ფიქრობს არტურ ედვარდ უეიდზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ პამელა კოლმან სმითმა გააცოცხლა ტაროს ცნობილი გამოსახულებები, რომლებიც გახდა სტანდარტი ყველა თანამედროვე დასტის შესაქმნელად. როგორ გაჩნდა უეიდ სმითის დასტა? 1909 წელს ბრიტანელმა ოკულტისტმა, მეცნიერმა, მწერალმა და ოქროს გარიჟრაჟის ორდენის წევრმა არტურ ედვარდმა უეიდმა გადაწყვიტა შეექმნა ახალი ტაროს დასტა, რომელიც უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაადვილებდა ტაროს გაგებას. ამ ამოცანისთვის მას დახმარება გაუწია ნიჭიერმა მხატვარმა პამელა კოლმან სმითმა. რა განსაკუთრებული შემოიტანა პამელამ ამ დასტაში? პირველად მიენიჭა ყურადღება დაბალ არკანებს. მანამდე ტაროს დასტაში ილუსტრირებული იყო მხოლოდ მაღალი არკანები, ხოლო დაბალ არკანებზე არ იყო გამოსახული არანაირი სიუჟეტი და ისინი წააგავდნენ ბანკოს კარტს. პამელამ აავსო ისინი ისტორიებით და სიმბოლოებით. საიდუმლო ცოდნა თითო შტრიხში. სიმბოლიკა ერთიანებს დასავლურ ეზოთერიულ ტრადიციას, კაბალას და ალქიმიას. შთაგონება თეატრსა და მისტიციზმში. პამელა იყო არა მხოლოდ მხატვარი, არამედ მსახიობიც, რაც აისახება ტაროს პერსონაჟების ექსპრესიულ გამომეტყველებებში და გამოსახულებებში. პამელა კოლმან სმითი, ტაროს დავიწყებული გენიოსი. მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი დასტის შექმნაში უდიდესი იყო, მას არასოდეს მიუღია ისეთი აღიარება, რასაც სიცოცხლის განმავლობაში იმსახურებდა. დასტა უეიდის სახელს ატარებს, პამელა კი ჩრდილში რჩება. დღეს ჩვენ ვიხსენებთ მას, როგორც ტაროს ვიზუალური ენის ნამდვილ შემქმნელს. თუ ეს რილსი მოგეწონა, არ დაგავიწყდეს მისი დაგულება და უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად და მისაღებად გამოიწერეთ ჩემი გვერდი.